რამდენიმე დღეა გუდაური და მესტია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ზამთრის კურორტებმა სკი კროსისა და ფრირაიდის ტურნირებს უმასპინძლა უმაღლესი სტანდარტი და დადებითი შეფასებები. საქართველოს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მაღალი სტანდარტი და კარგად ორგანიზებული ტურნირები. ასე აფასებენ გუდაურსა და მესტიაში გამართულ მსოფლიო თასსა და ფრირაიდის მსოფლიო ტურს საერთაშორისო შემფასებლები. საქართველოს 2 სამთო ლოკაცია ბოლო დღეებია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. გუდაურმა ისტორიაში პირველად სკი კროსის ტურნირს უმასპინძლა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შეჯიბრი და განსაკუთრებით ფინალური დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ქართულმა მხარემ ტურნირის კარგად ორგანიზებისთვის წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ყველა წამყვანი სპორტსმენია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება. ძალიან დიდი შრომა დაჭირდა ამ ყველაფერს, რომ ჯერ კალენდარში ჩამჯდარიყო. საქართველოს კონკრეტულად გუდაური ბაკურიანი ამ ტურნირებისთვის ბევრი ადამიანის ამიდის ფანტასტიკური დაგვემთხვა და თვითონ შეჯიბრმაც ფანტასტიკურად ჩაიარა და აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი არის. ადრენალინი, სისწრაფე და ექსტრემალური ნახტომები. გუდაურში ზამთრის სპორტის წამყვანი 14 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი იმყოფებოდა. ტურნირი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2 დღე კვალიფიკაციებს, ხოლო 2 დღე ფინალებს დაეთმო. გამარჯვებისთვის 64 მონაწილე იბრძოდა. გოგონათა შორის პირველ ადგილზე იტალიელი ჯოლე გალი, ხოლო მეორეზე შვეიცარიელი ფანი სმიტი გავიდა. ბიჭებს შორის კი კანადელმა რის ჰაუდენმა გერმანელ და იტალიელ სპორტსმენებს საჯობა. ამ გამარჯვებას ველოდი, თითქმის ყველაფრის გაკეთება ისე მოვახერხე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება გუდაურს, აქაურობა ძალიან ლამაზია, ისევე როგორც საქართველოს სხვა ადგილები. გუდაურში აქამდეც ყოფილ ვარ და მიხარია, რომ ისევ დაუბრუნდი. დღეს გავიმარჯვე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადო. აქ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა. ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპია და ამ ტურნირის ეგიდით საქართველოში არაერთი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იმყოფებოდა. რეიტინგის სათავეში იტალიელი სიმონე დე რომედისი და კანადელი ინდია შერეტი იმყოფებიან. გუდაურის მსგავსად წარმატებით დასრულდა 10-ზე გამართული ფრირაიდის შეჯიბრება. საქართველო უკვე მეორედ 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა. 50 გამორჩეული რაიდერი და ქართველი ჯაბა სხვედიანი. დამფუძნებლების მხრიდან ღონისძიება ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ შეფასდა. ფრირაიდის მსოფლიო ტური წელსაც წარმატებით დასრულდა, ეს არის დიდი აღიარება ქვეყნისთვის. ამ სერიებს ვაგრძელებთ, 4 წლიანი კონტრაქტი გვაქვს. შეფასებები საკმაოდ მაღალი არის, როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე ათლეტების მხრიდან და შესაბამისად ეს არის დიდი წარმატება. ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება იყო. 2 კვირის წინ ჩამოვედით, ვცადეთ რამდენჯერმე ჩაგვეტარებინა შეჯიბრი, თუმცა დღეს მოგცა ამით ამის შესაძლებლობა. მადლობა საქართველოს გუნდს, რომ შევძელით ღონისძიება უსაფრთხოდ და უნაკლოდ ჩაგვეტარებინა. რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს უკვე მეორე წელია მსოფლიო 10-დანაც უყურებს. მესტია ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, რაც ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ისევ დავბრუნდი, ისევ უმაღლესი წერტილიდან ვეშვებით. კარგი ხალხია, მათგან კარგი განწყობა მოდის. თოვლის კონდიცია იდეალურია, თავდაპირველად გამიჭირდა, თუმცა ბოლოს კარგი ადგილი ვიპოვე. ჩემთვის საქართველოში ყოფნა განსაკუთრებულია. ის ქვეყანა და ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს. ბევრგან ყოფილ ვარ, თუმცა 10-დი შესანიშნავია. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მინდოდა. ამიდი თოვლის კონდიცია იდეალური იყო. ძალიან ბედნიერი ვარ. გადატვირთული სეზონი მომავალ კვირას გუდაურში სნოუბორდ კროსის ტურნირით დაიხურება.